მოგესალმებით საქართველოსა და ისრაელის მატჩამდე 1 საათი რჩება, მანამდე კი შემოგთავაზებთ მატჩის წინა ინტერვიუს გიორგი მიქაუტაძესთან. გიორგი, მოგესალმებით პირველ რიგში. მინდა დავიწყო დღევანდელი შეხვედრით, რა იქნება მიზანი როგორც დღევანდელ შეხვედრაში, ისე მომდევნო თამაში ლიეტუვის წინააღმდეგ. გამარჯობა. ვიცით დღეს ამხანაგური თამაშია და ორი ამხანაგური თამაში გვაქვს. ჩვენ მაგაზე არ ვფიქრობთ, ყველაფერი უნდა ვქნათ, რომ მოვიგოთ ეს ორი თამაში, სანამ სექტემბერში თამაშები დაიწყება. კი ბატონო, 4 თამაში გვექნება სექტემბრამდე დიდი ალბათობით. იქნება თუ არა შენი მიზანი, რომ ახვიდე 26 გოლზე და გაიმეორო შოთა არველაძის რეკორდი? კი ვფიქრობ, თავდასხმელი ვარ და კი მიყვარს გოლების გატანა და ყველაფერს გავაკეთებ, რომ მალე მოხსნა ეს რეკორდი. და ბოლოს მინდა გკითხო ერთა ლიგის B ჯგუფზე, B დივიზიონზე, სადაც ჩვენი ნაკრები მოხვდა, უნგრეთი, უკრაინა და ჩრდილოეთ ირლანდია, რა იქნება ჩვენი ნაკრების მიზანი და გვექნება თუ არა მიზანი დასახული ისევ ჯგუფიდან გასვლა და ევროპის ჩემპიონატზე თამაში? კი, ყველაფერს გავაკეთებთ მაგისთვის, გვინდა კიდე რომ ევროპის ჩემპიონატზე მოხვდეთ, სულ ყველას უნდა და ვიცით რომ ძნელი იქნება, მაგრამ სულ ყველაფერს გავაკეთებთ რომ გავიდეთ მაგ ჯგუფიდან. გიორგი, მადლობა დიდი, წარმატებები მინდა გისურვო დღევანდელ მატჩში და კარიერაში. ჩვენ მაყურებელს კი შევახსენებთ, რომ საქართველოსა და ისრაელის შეხვედრა დაიწყება 21 საათზე პირველი არხის პირდაპირ ეთერში.